2008 წლის 11 აგვისტოს 22 ქართველი ჯარისკაცი რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. ეს იყო უთანასწორო ბრძოლა, რომელსაც 17 ქართველი ჯარისკაცი შეეწირა. დღეს მათ შინდისის გმირები ქვიათ. გადარჩა 5 ადამიანი, თუმცა ისინი დაიჭრნენ. რომ არა ადგილობრივი შინდისელები, ისინი ნამდვილად ვერ გადარჩებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი იყო მირზა მალაზონია. მე ვარ მირზა მალაზონია. აქ მოხდა 11 აგვისტოს 2008 წლის ეს შეტაკება რა. ანუ ჩვენ მოვყევით ჩასაფრებაში. ხელი ეს კუნთი არ მქონდა, ამაში მოხდა. ფეხი დაცხრილული მაქვს. ამ ხელშიც ისინი, ფეხზე ვერ ვდგებოდი რა. ცალფელი და ხელი და ფეხი თვიხოხი რასაც ქვია. სისხლით ძალიან ბევრი თქონდა დაკარგული, ეს კუნთი ჩემით მოვიჭერი ხორცი. ბრძოლა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. 17 ჯარისკაცი დაიღუპა. 4 დაწვრილი ჯარისკაცი ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოიყვანა. დარჩა მირზა მალაზონია, რომელიც სისხლისგან იცლებოდა. ამ მდგომარეობაში ის თითქმის 4 დღე იყო. მეოთხე დღეს უკვე ცუდად ვიყავი ძალიან, წყლის და იმის გამო, უჭმელობის გამო და მანქანაში მეგულებოდა წყლის ბოთლი რა. ესე ავხოხდი, რამოდენიმე წუთში დავინახე ეს ახმეტა, მაშინ რა ვიცოდი ვინ იყო, მოდის კაცი. კი ხედავდი აქ რომ ვეგდე რომ აქ ფანდრით დადიოდა ვიღაცა რა, მე მეგონა ესენი რუსები რა, წმარა დადიოდა, თუმე შემოიპარებოდა და ცოცხალი თუ იყო ვინმე მიყავდა რა. მე ვარ ბადრი დომენტიძე ხუციშვილი, ახმეტა ზედმეტსახელი. ეს ამბავი მოხდა 11 აგვისტოს 2008 წლის. 11-ში ჩიტიძე ტრისტანი ვიპოვეთ პირველი. და გადავიყვანით 11-შივე. 12-ში ცანავა და საწყალი კალმახელიძე გადავიყვანით. 13-ში კიდე მიზა და მოევანიძე. დილის 4 საათზე დავიწყე ხოხვა, 6 საათამდე რაღაცა აღხოხავდი რა. დავინახე რომ მოდიოდა ეს ახმეტა. მე ვთხარი გაჩერდი გესვრი თქვა, არ ვიცოდი ვინ იყო და მითხრა შენ გეძებო და სიზმარში მეგონა თავი მეთქი მოვკვდი და ეთყვა მე. არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც აროდ გმირი არ ახყავთ, იგონებენ, გზავენ ისტორიებს, რომ და მათზე იღებენ ფილმებს, რომ მომავალ თაობას აგუძრან ეს პატრიოტების გრძნობა და ჩვენს ავედნიეროთ გმირები ყოველთვის ყავს და გვეყოლება მომავალში. და ამის ნათელი მაგალითია ეს უახლესი საქართველოს ისტორია, რომელიც 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა კონკრეტულად შინდისში და ბიჭებმა, რომლებმაც დაწერეს ერთ დღეში საქართველოს ისტორია. პრემიერა შედგა 27 სექტემბერს 2019 წლის და ეხლა 7 თებერვალს პრემიერა შედგება რუსთავი-2-ის ეთერში, სადაც უკვე მთელი საქართველო ნახავს და ზუსტად ამისთვის შეიქმნა, რომ რაც შეიძლება მეტმა ქართველმა ნახოს ეს ფილმი და ზუსტად ჩვენი მთავარი პრემიერა ალბათ 7 თებერვალს არის რუსთავი-2-ის ეთერში. ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში გადამალულ ჯარისკაცს რუსული ვერტმფრენი უახლოვდება. მას ადგილობრივი შინდისელები მალავენ. ომის რეალური გმირები ამბავს 13 წლის შემდეგ იხსენებენ. მიზა რომ გადმოვიყვანით, ზურგზე აკიდებული, აი ეგ წამოაწვილი და ტანსაცმელი დაუჭერი მაკრატლით, ესე ქონდა ხელები დაბინტული, დაუჭერი, ჩემი სპორტული შარვალი ჩავაცვი და მაშინ დაგვაჯდა ვერტმფრენი, მე და ჩემი მეზობლის მეუღლე ვიყავით აქ. და პულემიოტჩიკები მაღლიდან ესევე ვითამაშებდნენ. დაახლოებით 1 წუთი იყო გაჩერებული ვერტალიოტი. ჩალები გადამაფარეს და მე ვთხარი წადით თორე გვესრიან თქვა რა და თქვენს მომყვები თქვა და რავი როგორც კი გაიფანტნენ, მოტირებდა და წავიდა რა. ჩემი გმირი ცოცხალია და ჯანმრთელად არის და მაგ გაუმორჩა ძალიან მაგარი ადამიანია. გავიცანი ეს ადამიანი
ნახე მისი ასე ვთქვათ, დიდი ადამიანური ბუნება და ეს ამაყოა, რომ შენს ქვეყანას ყავს ესეთი ადამიანები. ფილმს ყავს გმირები, როგორც რეალურ ამბავს. მათ აერთიანებთ ის, რომ ერთი მტრის წინააღმდეგ იბრძოდნენ, თუმცა ცალ-ცალკე მათ ყველას თავისი ისტორია ჰქონდა. 21 წლის მიხეილ დვალიშვილი ლექსებს წერდა, მან ბოლო ლექსი ომის დროს დაწერა. ერთი ყუმბარა გვერდით ამგვიდებს, სიმტირის შიში ვერ აგვატირებს, ბევრი ვიყავით ერთი სამარე, თხილის გულივით გავინაცილეთ. 7 აგვისტოს 2008 წელს დაწერა ეს ლექსი, ნახეთ. მიხეილ მიშიკოდვალიშვილის ჯიბეში. 22 წელს მოასწრო ყველაფერი. რაც უნდა გეეკეთებია. რაც უნდა ეცოცხლა იმას. 100 წელს ეცოცხლა მეც ვერ გააკეთებდა. ამ 22 წელში ყველაფერი მოასწრო და დაამთავრა ყველაფერი. ჩვენ რომ მივესწარეთ ამ დღეს მე ძამიხარი ეს ახლა რომ უგდება და დარჩა ამ ბიჭებს. ამით ვარ ბედნიერი. დაიღუპა ჩემი თანასოფლელი, თანასკოლელი მიხეილ დვალიშვილი, რომელიც ერთ სოფელში ვიზრდებოდით და ერთ სკოლაში ვსწავლობდით და მის საფლავზე თქვი რომ მეთქი აი მე შენ სახელს და ამ ბიჭების სახელს შევეცდები გავაგებინო სრულად საქართველოს და არა მარტო საქართველოს და ეს იყო ჩემი მთავარი мотиваცია რომ რაღაცა თითქოს ჩემი ასე ვთქვათ ვალი მომეხადა მის წინაშე და კიდე მის თანამებრძოლების წინაშე. ლევან მელქაძე 23 წლის ასაკში გახდა მამა. აგვისტოს ომში როცა წავიდა ერთადერთი შვილი ერთხელ ნახა. ეს მათი პირველი და ბოლო შეხვედრა იყო. ლევანი 23 წლის იყო, მამა რო გახდა. ერთხელ ყავდა ხელში აყვანილი, იმიტომ რომ ძალიან ეშინო და პატარა შიში ქონდა რომ ხელიდან არ დამივარდესო და იმ დილითაც გნახა და შუჩი წავიდა და იმის შემდეგ აღარ მინახავს. ლევანთან ერთად იბრძოდა ალეკო ონიანი და მისი ნათლული რომან ზოიძე, რომელიც მძიმედ დაიჭრა და სისხლისგან იცლებოდა. არავის დაგანებებთ ჩემს ნათლულს ეს განწირული ხმა მამაოსთან იყო ცდელობა რომ დაერეკა და შემდგომა ეთხოვა ალექსანდრე ონიანს შემდეგ უკვე თავიც აიფეთქა და არ ჩაბარდა ტყვეც. მაქსიმალურად ვეცადი განმეცადა ის, რაც განიცადა ალეკო. იქ ნათლული ჩააკვდა ხელში რომანი ზოიძე, რომანი იყო 20 წლის და ალეკო იყო 27 წლის. მე წარმოვიდგინე, ჩემი ძმა, უმცროსი ძმა მყავს და მაქსიმალურად განვიცადე ალბათ ის, რაც იმ წუთებში განიცადა ალეკო. მამაო ჩვენ, რომელი ხარ ცათაში? წმინდა იყონ სახელი შენ. მიმ წამს გავიგე ხმა, ბიჭებო თავს უშველეთ, ალყაში ვართ და გაითიშა ტელეფონიც. ეს იყო ბოლო ჩვენი საუბარი. იმდენად მძიმეა თვითონ ეს მომენტი, თუნდაც იმ ბიჭების მე ორჯერ ალბათ ვერასოდეს ვეღარ უყურებ. ჩვენ შევეცადეთ, რომ სწორედ აი ეს ისტორიული ფაქტი გაგვეცოცხლებინა და გვეჩვენებინა ადამიანებისთვის რა მაგარი ქვეყანა ვართ. როგორი მაგარი ადამიანები გვყავს ქვეყანაში.